მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ საუბარს შესანიშნავი ინსტრუმენტის, ვებ ინსტრუმენტის, quiz-ის შესახებ. ჩემი ორი ინსტრუქცია, ვიდეო ინსტრუქცია დაეთმო ამ ინსტრუმენტს და აგერ მესამე, რომელიც კვლავ ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით quiz-ის შექმნას, მაგრამ ამჯერად ამ შემთხვევაში თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და შევქმნათ quiz-ი, იგივე ტესტი, რაიმე დოკუმენტის ან ესე იგი ვიდეოს, YouTube-ის ვიდეოს გამოყენებით. დავაწყაპოთ ღილაკს. მოგახსენებთ, აღარ ვლაპარაკობ უკვე ავტორიზაციის და რეგისტრაციის შესახებ, რომელიც აქ ძალიან მარტივია. Gmail-ის ანგარიშით ძალიან მარტივად ხდება როგორც ავტორიზაცია თავისთავად, ასევე რეგისტრაცია. მოკლედ ამის შესახებ აღარ ვლაპარაკობ. გადავიდეთ პირდაპირ, ესე იგი, ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. დავაწყაპოთ ღილაკს quiz-ის AI და შემდეგ ნახეთ დოკუმენტები. თუ დავაწყაპებთ ამ ღილაკს და დავაწყაპოთ, ნახეთ, შეგვიძლია ავტვირთოთ აქ ნებისმიერი დოკუმენტი შემდეგი ფორმატის და ჩამოთვლილია აქ ყველა ის ფორმატი, რომლით ავტვირთოთ შეგიძლიათ. PDF-ი, PowerPoint-ის პრეზენტაცია, დოკუმენტი, PNG, JPG სურათები ამ ფორმატში, Canvas-ში შექმნილი რაიმე, ესე იგი, დოკუმენტი და ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 25 მეგაბაიტს. რაც შეეხება დოკუმენტებს, ამ შემთხვევაში 25 მეგაბაიტი სრულიად საკმარისი კი არა და საკმაოდ ბევრიც არის. მოდით ვცადოთ ახლა, გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია მაგალითისათვის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამ პრეზენტაციის საფუძველზე შევქმნათ quiz-ი, ტესტი. ნახოთ, ავტვირთოთ. ვნახავ რაიმე პრეზენტაციას ჩემს ფაილებში და წუთით. იყოს ის, რომელიც საკმაოდ ესეთი პრეზენტაცია გახლავთ, ბალანსი ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას შორის და ამის მიხედვით მართლაც კარგი იქნება quiz-ის შექმნა. ჩაიტვირთა დოკუმენტი PowerPoint-ის. შემდეგ რას ვაკეთებთ? ნახოთ, უნდა მოვნიშნოთ უпростоრად, რამდენი კითხვა გინდა რომ შექმნას ხელოვნურმა ინტელექტმა. ეს შეიძლება იყოს 10, 15, 20, 30, იყოს 20. მოვნიშნოთ 20. შემდეგ დავაკონკრეტოთ საგანი, რა საგანია, ამ შემთხვევაში ეს უფრო კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეხება და მოვნიშნოთ იყოს ეს. შემდეგ კლასი კი ბატონო იყოს 6 და ეხლა დონეები ნახეთ, პირველი დონე, მეორე დონე, რომელიც გარკვეულ უნარებს უვითარებს და მესამე, რომელიც უკვე ჩანს სტრატეგიული აზროვნება მოსწავლის და შემდეგ დავაწყაპოთ, მოვნიშნოთ მესამე დონე და შემდეგ ვაწყაპებთ ღილაკს generate quiz. და უკვე თვითონ ხელოვნური ინტელექტი შექმნის ამ პრეზენტაციის საფუძველზე შესაბამის quiz. და პრეზენტაცია, როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ ისეთი ინფორმაციულია და ძალიან კარგი საკითხი არის განხილული. კომპლექსური დავალებაც არის ფაქტობრივად ჩადებული. და აგერ უკვე შექმნა, როგორც ხედავთ, ნახეთ, 52 კითხვა შექმნა 20-ის ნაცვლად. როგორც ხედავთ, თითოეული კითხვის რედაქტირება სრულიად შესაძლებელია. შესაძლებელია ასევე კითხვის კოპირება,
დუპლიკატის გაკეთება და რა თქმა უნდა რედაქტირება და რა თქმა უნდა წაშლა. თუ ჩვენ ესე იგი გვინდა წაშლა ამ კითხვისა. მოგლით, როდესაც პირველი ვიდეო ინსტრუქცია ჩავწერე, აი ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქვიზის შექმნაზე, იქ უკვე მოგახსენეთ იმის შესახებ, ვინც ნახა ეს ვიდეო ინსტრუქცია, რომ შესაძლებელია რედაქტირება, კითხვების დამატებაც არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თუ კი ეს გსურს ჩვენ, რა თქმა უნდა, ნახეთ და რედაქტირებაც შესაძლებელია, ასევე ხელოვნური თითოეული კითხვის რედაქტირება არის შესაძლებელი, როგორც ხედავთ. შემდეგ ამ შემთხვევაში შეგვიძლია აი ნახოთ როგორ გამოიყურება, წინასწარ შევამოწმოთ, ვიდრე არ გამოგვიქვეყნებია, მანამდე შეგვიძლია ჩვენ ნახოთ როგორ გამოიყურება ეს მზასახით. აი ასე გამოიყურება. აი ნახეთ ახლა რა დროს უთმობ კომპიუტერთან ურთიერთობას, გარდა დავალებების შესრულებისა, გართობისთვისაც იყენებ, ეცადე გამოიანგარიშო დრო. ანუ რამდენ დროს უთმობ კომპიუტერთან ურთიერთობას და აი აქ ესე იგი ნახეთ, იწერება ღია კითხვა. თვითონ გადაწყვიტა. ჩვენ არ მიგვითითებია როგორც ნახეთ, როგორი სახის კითხვების შექმნას. აი პრეზენტაციიდან გამომდინარე, როგორიც არის პრეზენტაცია, როგორც არის აგებული, იმის და მიხედვით შექმნა კითხვები და ამ შემთხვევაში აქ ღია კითხვა არის, რა თქმა უნდა, საჭირო და ნახე 1000 სიმბოლოს ჩაწერა შეუძლია მოსწავლეს ამ შემთხვევაში აქ რომ პასუხი გაასცეს ამ და აი ამ ღია კითხვაში, ღია კითხვის ანუ პასუხი ჩამოაყალიბოს შესაბამისად. Ну, თუ გადავალთ შემდეგზე, ნახოთ შემდეგი როგორი იქნება, ასევე რა იცი ამ თემაზე. ეხლა რა თემაზე ეკითხება, ნახოთ რა თემაზე. ხო, აი, რა დროს უთმობ კომპიუტერთან ურთიერთობას, აი გარდა დავალებების შესრულებისა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ნახოთ შემდეგიც. შენი აზრით, რისი ცოდნა გჭირდება დავალების შესასრულებლად? ხო, აქაც ესე იგი ნახეთ. აი როგორც ხედავთ, მართლა, რა თქმა უნდა, აქ არის ხარვეზები და თქვენ შეგიძლიათ რედაქტირება, როგორც ნახეთ თქვენ ამ ტესტის, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ და რედაქტირება მოახდინოთ და შეცვალოთ. იგივე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ აი ამ რედაქტირების დროსაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად არის აგებული ეს კითხვები. კი ბატონო, დავუბრუნდეთ უკან და შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ, რადგან აი აქ ახლა ყველაფერი ფაქტობრივად დალაგებულია. თუ რედაქტირება გვინდა, ახლა მე ამას არ ვაკეთებ, აქ რა თქმა უნდა ეს თვითონ თქვენთაგანზეა დამოკიდებული. რედაქტირება ტესტის თუ გსურთ გააკეთებთ ამას, აი ეს პარამეტრები ვნახოთ. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეგვიძლია მონიშნულია მე-6 კლასი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, კი ბატონო, ну ენას ახლა ქართული აქ არ არის, რომ ქართული ჩაშვებული ჯერ ქართულად ვწერთ. აღიქვავს ქართულ ენას, როგორც ხედავთ, მაგრამ თვითონ აი აქ რომ დავაყენო ენა ქართული, ამ ჯერ არ არის. ეხლა ეს visibility, ანუ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საჯარო, რომ ნახონ მოსწავლეებმაც და კოლეგებმაც ნახვა. ეხლა აქ, რა თქმა უნდა, თავფურცელი გვჭირდება, რომ გავალამაზოთ ეს ჩვენი ქვიზი, რომელსაც გამოაქვეყნებთ, რა თქმა უნდა, აი აქედან შეგვიძლია upload from my device, ან მოვძებნოთ აი აქ, ან ჩავსვათ სურათის მული. და ის სურათი შემოვიტანოთ აქ, ან აი აქ მოვძებნოთ. აქ ჩვენ გვჭირდება რაღაცა ისეთი თავფურცელი, რომელიც შეესაბამება აი ამ ვირტუალურ სამყაროს ბალანსს, ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის და ასევე აი კომპიუტერული ტექნოლოგიები, ფაქტობრივად ეს რო ჩავწეროთ, შესაბამის სურათსაც ამოგვიგდებს აუცილებლად. აი იყოს ესე, ან დავწეროთ ახლა ინგლისურად თავად ჩავწეროთ, რომ მეც სურათებს მოგცემს ამ შემთხვევაში, ვფიქრობ. აი, კი ბატონო. რომელიმე შევარჩიოთ და რომელიც უფრო
ნუ იყოს ახლა სიმბოლურად აი ეს. კი ბატონო. და save ღილაკი. და აგერ ახლა აი ეს თავფურცელი ესეც შეიძლება დაარედაქტიროთ. ან აი ჩამოაჭრათ და ცოტა დააპატარაოთ. შესაძლებელია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აქ როგორც ხედავთ. აი ასე. და აგერ თავფურცელის გაკეთებულია. კიდევ save ღილაკს დავაწყაბებთ რომ შეინახოს ეს ჩვენი ჩასწორებული და ესეც შექმნილია. აი ახლა უკვე შეგვიძლია მივცეთ დავაჭიროთ ღილაკს publish ну თუ არ მოგწონთ რა თქმა უნდა აი კიდევ ნახეთ კიდევ შესაძლებელი არის რედაქტირება მაინც თუ გიგჭირდებათ რედაქტირება გაზიარების ღილაკი შეგიძლიათ გაუზიაროთ როგორც კოლეგებს ასევე სტუდენტებს მოსწავლეებს ასევე ნახეთ აქედან შესაძლებელი არის MBT კოდის აღება და ვებგვერდზე ან ბლოგზე ჩაშენება MBT კოდის საშუალებით წაშლა რა თქმა უნდა თუ არ გვინდა ეს კვიზი და აი ეს პარამეტრები აქ ამ შემთხვევაში უკან თუ გვინდა ამისი რედაქტირებაც რა თქმა უნდა ესეც შესაძლებელია სრულიად აქ არაფერს რედაქტირება არ არის საჭირო კიდევ შეგვიძლია მოვახდინოთ რა თქმა უნდა აი როგორ გამოიყურება შევამოწმოთ და აი აქ უკვე play ესე იგი კი ბატონო play და აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია აქაც რაღაცა შევცვალოთ და დავაწყაპოთ ღილაკს try it as აი როგორც სტუდენტმა ანუ მოსწავლემ ისე გავაკეთოთ ეს აბა ნახოთ ახლა თან ესე იგი ნახეთ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ნახოთ ახლა start დავალოდოთ კი ბატონო ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავაწყაპოთ ღილაკს start ну ახლა აქ ხო აი ნახეთ ახლა აქ რა ხდება ნახეთ თუ ჩვენ ესე იგი მოსწავლეებს ვაძლევთ აი ამ კოდს რომ შემოვიდნენ და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება ასეთ შემთხვევაში როცა შემოვლენ და ერთდროულად მოხდება ესე იგი ამ კვიზის ჩართვა და თამაშის ფაქტობრივად თამაშის დაწყება მაგრამ რა თქმა უნდა ეს ამ შემთხვევაში თამაში არ არის და საკმაოდ ისეთ კითხვებზე არის პასუხი გასაცემი დავასრულოთ კი ბატონო დავეთანხმოთ და ნახეთ preview ღილაკი play as a student ანა ამ ღილაკს დავაწყაპოთ quick start ამ შემთხვევაში კვლავ უკან დაგვაბრუნა და ну კოდის მოსწავლეებთან კოდის გადაგზავნა არის საჭირო და აბა ვნახოთ ახლა აი აქ იგივეა ფაქტობრივად try it as a student ივანო როგორც ხედავთ შესანიშნავად მუშაობს ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აი ეს დოკუმენტის მიხედვით ამ შემთხვევაში PowerPoint-ის პრეზენტაცია გამოვიყენეთ და ხელოვნურმა ინტელექტმა
მის საფუძველზე შექმნა ღია სახის კითხვები, საკმაოდ ისეთი სერიოზული კითხვები, როგორც ნახეთ, როგორც მოვსინჯეთ. შემდეგ ნახეთ, დავბრუნდეთ ახლა უკან. და ნახეთ, რა მინდა ვნახო. და ხელოვნური გამოყენების საშუალებით, სხვა სახის დოკუმენტით, რომ შევქმნათ კიდევ მოვსინჯოთ სხვა სახის დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს PDF დოკუმენტი, გამოვაქვეყნოთ რაიმე PDF ფაილი და იმის მიხედვით შექმნას ხელოვნურმა ინტელექტმა ტესტი. ნახოთ, გამოვაქვეყნოთ. ესეც მოვსინჯოთ, რომ შესაძლებელია ნამდვილად. იყოს აქედან რაიმე. ნახოთ. თიცოთ. ეს არ არის PDF ფაილი უკაცრავად. თუმცა, რა თქმა უნდა, Word-ის დოკუმენტით შესაძლებელია, მეგობრებო, და იყოს Word-ის დოკუმენტი, ეს Word-ის დოკუმენტი, რა მნიშვნელობა აქვს? ჩაიტვირთოს. და ახლა უკვე რა თქმა უნდა შეგვიძლია მოვნიშნოთ, რომ ეს იყოს 20 კითხვა, ან იყოს 15, კი ბატონო, 15 მოვსინჯოთ, შემდეგ კომპიუტერები არა და ეს არის იყოს, მივაკუთვნოთ ისტორიას. ამ შემთხვევაში იყოს მე-6 კლასი. იყოს მესამე დონე, კი ბატონო. ან მეორე ესეც შეიძლება და შემდეგ generate quiz. მოგლეთ ამოვწურე როგორც ჩანს ლიმიტი 10 უფასო ვერსიით 10 კვიზის შექმნა შემიძლია და მე უკვე ამოვწურე ამ ვიდეო ინსტრუქციებში, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ გიგექნებათ ამისი სურვილი, ნახოთ როგორი პაკეტები არსებობს, საკმაოდ კარგია ეს ინსტრუმენტი, კარგად მუშაობს, მას აქვს სხვა შესაძლებლობებიც, ინტერაქტიული ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შემსარხზე. არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით, ეს მინდა გითხრათ და საინტერესო ინსტრუმენტია. ანუ ისევე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, Word-ის დოკუმენტის გამოყენებით შექმნა კვიზის, როგორც PowerPoint-ის პრეზენტაციის გამოყენებით. ანუ იქ რაც ჩამოთვლილია დოკუმენტები, ფორმატი დოკუმენტების, ყველა ფორმატის დოკუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ და შექმნათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კვიზი. ნახოთ ახლა ეს პაკეტი თუ გვაინტერესებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რა თქმა უნდა. ეს გახლავთ $12 და მოკლედ ეს არის საბაზო ვერსია, რომელიც გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ შექმნათ 10 ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, თორე სხვა შემთხვევაში სხვა ინსტრუმენტებს, რომელიც არის აქ ამ პროგრამაში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გამოიყენებთ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. გისურვებთ წარმატებებს.